თავი 21. როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ ზეთისხილის მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა ორი მოწაფე. უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინ ვეიპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. ახსენით და მომიყვანეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: უთხარით სიონის ასულს, აჰა შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედთავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა. ოსანა დავითის ძე! ურჩეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთაშინა! როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არის? ხალხი კი ამბობდა: ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან. შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო. გადააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მყრედების გამყიდველთა სკამები. უთხრა მათ: დაწერილია, ჩემი სახლის სამლოცველო სახლად იწოდება. თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი. როცა მღვდელმთავრებმა და წიგნობრებმა დაინახეს სასწაული, რომელიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: გული მოუვიდათ. უთხრეს მას: თუ გესმის, რას ამბობენ ისინი? იესომ კი უთხრა მათ: ნუ თუ არასოდეს საგიკითხავთ, ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაემკვიდრე დიდება. დატოვა ისინი. გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია. განთიადისას ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა. გზაზე ერთი ლეღვი დაინახა. მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვასეთ, გარდა ფოთლებისა და უთხრა მას: ნუ ღარას დროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მყისვე გახმა ლეღვი. დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: რა უცბად გახმა ეს ლეღვი? მიუგო მათ იესომ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა. არამედ ამ თასაც რომ უთხრათ აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ. როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება? მიუგო იესომ მათ პასუხად: მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. საიდან იყო იოანეს ნათლისცემა? ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის, აბა რატომ არ ერწმუნეთო მას? თუ ვიტყვით კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე. მიუგეს იესოს პასუხად: არ ვიცით. მანაც უთხრა მათ: არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. აბა რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში. მან კი უპასუხა: არ მინდა, ბოლოს კი ინანა და წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან კი პასუხად უთხრა: წავალ ბატონო, მაგრამ არ წავიდა. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამისნება? მიუგეს მას. პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი. მოისმინეთ სხვა იგავი.
იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც გააშენა ვენახი. გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო. მევენახეებს ჩააბარა და წავიდა. მრთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მისი ნაყოფის მისაღებად. მევენახეებმა შეიპყრეს მისი მონები. ერთნის სემეს, მეორენი დახოცეს და სხვა ჩაქოლეს. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა, ჩემი ძისა მოერიდებათო. მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს, ეს მემკვიდრეა, მოდით მოუკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი. შეიპყრეს იგი, გააგდეს ვენახის მიღმა და მოკლეს. აბა როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს? მიუგეს მას. ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადაცემს სხვა მევენახეებს, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მიცემენ. უთხრა მათ იესომ. ნუ თუ არა, სოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში. ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. ის, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრეს. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ რომ მათზე ამბობდა. ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხი ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარ მეტყველად მიაჩნდათ იგი.